მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. მზია ამაღლობელი მე-18 დღეა შიმშილობს სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. მზია ამაღლობელის და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მოეწყო ახალციხეშიც. ეს უკვე უწყვეტი აქციის მე-15 დღეა, როდესაც მოქალაქეები რუსთაველის ძეგლთან იკრიბებიან. სათქმელი მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ეს არის საქართველოს უმრავლესობის მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ეს არის გარდაუვალი, ამას ქართველი ხალხი არ დათმობს. ჩვენ უკან დასახევი არაფერი გვაქვს, დასახევი მხოლოდ და მხოლოდ აქვს ხელისუფლებას და მათ თან აფილირებულ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ხელისუფლებას მხარს უჭერს. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა სინდისის პატიმროს. დღეს ძალიან განსაკუთრებულად აუცილებელია თავისუფლება მზია ამაღლობელს, ადამიანს, რომელიც არის თავისუფლებისთვის მებრძოლი, მოყოლებული ძალიან ბევრი წლის წინ დაწყებული საქმის და დღეს კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ის რეჟიმის ტყვე. ჩვენ ასევე მოთხოვნა გვაქვს დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალი მთავრობის პირობებში, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ ეს მთავრობა დარჩა ისევ იგივე პრინციპით ჩატარდება. უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში სტილი მმართველობის. თუ სულ სხვა ერთპიროვნული მმართველი მოვა, ყველა დიქტატორი გახდება ადრე თუ გია და ყველა ისევ ადამიანის კისერზე გადაატარებს იმ რეპრესიებს, რაც დღეს ხდება. უნდა შეიცვალოს აუცილებლად მმართველობა სტილის და უნდა მოვიდეს კოალიციური მმართველობა. ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 და 12 იანვარს დააკავეს. პირველად პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო, ხოლო მეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამით გამოხატავს მის დაკავების პროტესტს. როგორც მისი უფლება-დამცველი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 300-ზე მეტი ჟურნალისტი არაერთ საერთაშორისო უფლება-დამცველს და პრესის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად მის განთავისუფლებას ითხოვს. 2023-24 წლებში თავად მედიაზე მოძალადე ათეულობით ძალოვნებიდან არავინ დასჯილა. მორიგი დაზიანებული საავტომობილო გზა ახალციხეში. ჩვენ თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ვესაუბრეთ, ვნახოთ სიუჟეტი. ეს ახალციხეა, თაბუკაშვილის ქუჩა. გიყვებით საავტომობილო გზაზე, რომელიც 4 წელია რეაბილიტაციის მოლოდინშია. ასევე აღნიშნულ გზაზე გიყვებით ორმოზე, რომელიც დროდადრო მცირე ნაგავსაყრელის როლს ითავსებს. თაბუკაშვილის ქუჩაზე ამ გზით მოხვდებით. კადრებში ხედავთ საავტომობილო გზასაც, რომელიც დიდი ხანია დაზიანებულია. აქვეა ის ორმოც, რომელიც წლებია შეკეთებასა და ამოვსებას ელოდება, თუმცა ასფალტის ნაცვლად ის უკვე დიდი ხანია პერიოდულად ნარჩენებით ივსება. საავტომობილო გზაზე ამ ორმოს შესახებ სიუჟეტი 2 წლის წინაც მოვამზადეთ. ორმო მაშინაც ასე გამოიყურებოდა. თაბუკაშვილის ქუჩის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის მერიაშიც. როგორც აქ მცხოვრები ალექსანდრე ლომსაძე გვეუბნება, უწყება საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გამო არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. დაახლოებით ეს ქუჩა 4 წელიწადი ამ მდგომარეობაშია და თქვენ თვითონაც ნახეთ ამ ხელა ორმოები და ჩვენი ძალებით ვავსებთ ხოლმე მაგ ორმოებს და დღევანდელობამდე რო კიდე დიდი პრობლემები არ არის და მანქანები არ იმტროვა, ეს ჩვენი დამსახურება სამეზობლოს ყველას დამეთახმებია, შეგიძლიათ სხვები ჩაწეროთ. მერიასაც მიმართეთ ბევრჯერ, მაგრამ რავი, დღემდე არავის არაფერი არ შეუკეთებია ელემენტარულად რა საერთოდ. რას ამბობენ მიზეზად რას ასახელებენ, რატომ ვერ როგორც ყველგან ხდება, აბრალებენ ერთმანეთს. გვეუბნებიან, რომ წყალკანალის შახტა გადის ქვეშ და მან უნდა მოაწესრიგონ და როცა წყალკანალს მიმართეთ, ისინი მერიას ამბრალებენ.
ჩვენ ქუჩის შესახებ სიუჟეტი 2023 წლის 4 ივლისსაც მოვამზადეთ. მაშინ მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, რომ გეგმავდნენ მამველიშვილისა და კოსტავას ქუჩის მიერთებების რეაბილიტაციას, რომელშიც მოჰყვებოდა თაბუკაშვილის ქუჩაც. თუმცა ამ დრომდე არც თაბუკაშვილს ჩატარებია რეაბილიტაცია და არც მამველიშვილს. რას ამბობს მერია ახლა? უწყებაში ვიდეო კომენტარს არაკეთებენ და გვეუბნებიან, რომ გზას მაშინ დააგებენ, როდესაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის და საკანალიზაციო სისტემას მოაწესრიგებს. როდის, ვინ და რა ფასად? ვკითხეთ წყალმომარაგების კომპანიასაც, თუმცა აქ ჩვენი კითხვების საპასუხოდ წერილობით მიწერა გთხოვეს. მათ ჩვენ უკვე მივწერეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ეს არ არის ერთადერთი საავტომობილო გზა ახალციხეში, რომელიც დაზიანებულია. იგივე ვითარება თითქმის ყველა ცენტრალურ თუ შიდა ქუჩაზე, რომლებზეც მასალას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. გამოიწერეთ და თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ საზღვრებზე მიგრანტების მოზღვავების გამო საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. მეტ დეტალს გაიგებთ სტუდია ვაშინგტონიდან. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV.gi და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ. დამატებით 1500 ამერიკელი ჯარისკაცი უერთდება მექსიკის საზღვარზე უკვე ჩასულ 2500-იან შემადგენლობას. President Trump is sending a very strong message. ეს პრეზიდენტ ტრამპის ძალიან ძლიერი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის. თუ შეერთებული შტატების კანონს და არ უღებთ, შინ დაგაბრუნებენ, დაგაკავებენ, გაგასამართლებენ. ნუ ჩამოხვალთ. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით ჯარისკაცები სამართალდამცავებს საზღვრების უკეთ გაკონტროლებაში, მიგრანტთა შეკავებაში და ფიზიკური ბარიერების აღმართვაში დაეხმარებიან. მომდევნო კვირებში იქ არმიის კიდევ უფრო მეტ ქვედანაყოფს ელიან. მართალია ჯარისკაცების ნაწილი შეიარაღებულია, მაგრამ ისინი მიგრანტებს არ დააკავებენ, რადგან არმიას სამართალდაცვით ქმედებაში ჩარევა კანონით ეკრძალება. თუმცა თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში შეჭრის აქტს აამოქმედებს, მაშინ ჯარისკაცებს ამერიკის ტერიტორიაზე ადამიანთა დაკავების, ჩხრეკისა და სხვა ქმედების უფლება მიეცემათ. ტრამპს ეს პრობლემა არ გამოუგონია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მას სურს საზღვრების უფრო მეტად დაცვა, ვიდრე ამას თეთრ სახლში მისი წინამორბედები განსაკუთრებით დემოკრატები აკეთებდნენ. არმიის ქვედანაყოფები მესაზღვრეებს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანების დეპორტაციაშიც ეხმარებიან. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ცნობით, მათ სამხედრო თვითმფრინავებით სამხრეთ ამერიკის მიმართულებით უკვე არაერთი რეისი განახორციელეს.